კიდევ ერთხელ მეგობრობისთვის 10 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალგაზრდა ლოტბარის ზვიად ბერიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი ჩვენ ზვიადისთვის გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ანსამბლები რუსთავი, ერისიონი, ბასიანი, სამების გუნდი შვიდკაცა თბილისი და სხვები მიიღებენ. ლოტბარი და მომღერალი ზვიად ბერიაშვილი 2016 წლის 25 ოქტომბერს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის დადგენიდან 4 თვეში გარდაიცვალა. ზვიადს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი 11 წლის ტყუპი და 7 წლის გოგონები. შემოსავლის და ბინის გარეშე დარჩა. ბინა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ოჯახმა ზვიადის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საჭირო ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯების დასაფარად გაყიდეს. 10 დეკემბერს გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ზვიადის ოჯახს. ზვიად ბერიაშვილი გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კარგი მომღერალი, კარგი ლოტბარი, რამოდენიმე ბავშვთა ანსამბლის ხელმძღვანელი, ასევე გახდათ გამორჩეულად კარგი მეგობარი. და ამის დასტურია მონაწილეები, რომლებიც 10 დეკემბერს შაბათს მიიღებენ კონცერტში მონაწილეობას. კონცერტში მონაწილეობის სურვილი იმდენმა ანსამბლმა და გუნდმა გამოთქვა, რომ გამოითქვა აზრი, რომ გაკეთდეს ხელახალი მეორე კონცერტი, სადაც ყველა ეს გუნდი ერთად მიიღებს მონაწილეობას. 10 დეკემბერს შაბათს, ვისაც უყვარს ქართული ხალხური მუსიკა, ასევე კომპოზიტორთა ნაწარმოებები, მურჩევდი, რომ მობრძანდეს კონცერტზე და დაეხმაროს ზვიადს და მის ოჯახს ამ განსაცდელის ჯამს.